შევესწარი, რაღაც ფიჭვნარი არის რა და ფიჭვნარში ორალური სექსით იყვნენ დაკავებულები. წავედი ამათკენ, მოვიმარჯვეს გაუხსნელი ბოთლი. მე ვახლოვდი, 1-3 მეტრა იქნებოდა დაახლოებით. დაუყვირი ამ ბიჭს მეთქი გაიქეცი თქო რა. მოტრიალდა ეს ბიჭი გაიქცა. ავიღე მე აგური, 1-3-4 ჯერ ჩავარტყი თავში. აგურის მერე იქვე ბლოკი ეკდო, ბლოკი ავიღე და ისიც 3-4 ჯერ ჩავარტყი თავში. მერე იქიდან შევტრიალდი რესტორანში. მოვითხოვე პასტა და ფურცელი. გამოვართვი, დავწერე რომ ეს ადამიანი მოვკალი, იმიტომ რომ აუპატიურებდა ბავშვებს. დავადე გვამს, გამოვტრიალდი ისევ ამის შემდეგ, გავაჩერე ტაქსი, ჩავჯექი და წავედი სახლში. გატარებული ოპერატორულ სამხედრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს პიროვნება, რომელმაც 2013 წლის 1 იანვარს თბილისში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ-მოკვლის მიზნით სანდრიკ მიჭელაშვილს სამშენებლო ბლოკი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 101 მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.